დღეს Prime House-ში ნახავთ. Time to level up. ვაი, თქვენ საწყლებო, ეხლა მოვდივარ სახლში ბრუნდები. ესეთი რამ არც ერთ შოუში არასოდეს არ გინახავთ, რაც მოხდება დღეს. ხალხი ერთმანეთს რო ჭამს, მე ამ დროს ენერგია მემატება. აქ დაიწყება დედის წიორი. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ვინ არის ის ლიდერი, რომელიც მართავს ამ 11 ადამიანს? შებერე იცოდე მოუკე. ღირს თუ არა ამ ჯუჯებთან ბრძოლა. Morning, good morning, rise and shine. Today's the day I make you mine. The sun is rising over the hay. I know it's gonna be a wonderful day. So morning, good morning, rising. Morning, good morning, rise and shine. პირი შეკრეს ჩემ წინააღმდეგ მონაწილეობა ყველამ ნახა მაყურებელმა ეს თავისი გათვლებით შეუკრიათ პირი ვინ უნდა დამიყენონ მეორე აუთსაიდერი მესამე რო შეძლონ ჩემი გაგდება ზულები გავითფე. კესო და ჩემი ამბები ძალიან ჩაჩუმდა ამბობენ. ვიცი რა ჩავაჩუმე, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ ყველამ თავისი გზით ითამაშოს ამ პროექტში და ყველამ თავისი რეიტინგი თავად დაიწეროს და გამოავლინოს თავი. მზეც კი აღარ არის, ხო ხედავ? ესე იგი ვახსენებთ ეშმაკს და ეგრევე ამინდი იცვლება. მაყურებელმა გადაწყვიტოს ყოველივე, მაგრამ აღარ ვიძახი, მე შევპირდი გუშინ. კესარია რომ შემოვიდე ბოდიში რომ მოვიხადე კესოს წინაშე მე შევპირდი მაყურებელს რომ კესოზე აღარ ვიტყოდი რაიმე ესეთ ცინიკურ ხუმრობას. ნახე რა, ეხლა შეიძლება მეხი დამეც. აი ხედავ, ჩავწყნარდი, დამშვიდი და მზე გამოვიდა ისე. რა გაინტერესებს რომ დავიწყოთ? შავიდა. მოდით რამე ისეთი პოზიტიურ თემაზე, კი რთული ამ სახში პოზიტიურ თემაზე უკვე ვისაუბროთ. პოზიტიური დღე არის, როცა დილით ვდგები, რომ არავისთან არ მქონდეს კონტაქტი, ვცდილობ, რომ დილით ავდგე, რომ მშვიდი რაღაცა ბედნიერი დილა გათენდეს, სანამ მე აირევა ეს მონასტერი და აურა დამიბინძურდება. ძალიან რთულია მე ამ აურის გაწმენდა და კი არ დაყავთ ის ხალი ჩაკრებზე. აი საიდან მოვიდა ეს ღრუბელი? საიდან? ისი არ ვიცი, იქიდან ჭაკეტილი იყო, აქედან ჭაკეტილი იყო. ზედა აივინდა გადაგა. ბავშვობაში რომ მივიდოდით ზღვაზე ესე ჯოხით მოვხაზავდით სამს. ზანგს, მე ხა ჯადოობას მივიდა. ესე იგი მე და ჩემი კოლეგა ანა ვაპირებთ დღეს დაუკავშიროთ. მობინადრებს. დაუკავშიროთ. გამოუძახოთ მზე. ხაზავთ წრეს. ვაყრით მოდერნი. ცოტა დამეყარა მაპატეთ. ვაყრით წრეზე მარილს, არ გვენანებო, წრე უნდა შევკრათ. შიგნიდან ვხაზავთ სამ პატარა ჯვარს. ვინმე მონაწილე თუ ეშმაკთან არის ახლო, შეგვიძლია ამ წრეში ჩავაყენოთ მასაც უშველოთ. მზეს ვახვედრებთ ნამცეცებს, რომელიც მას გამოყვებავს, სანამ ჩვენ გამოვყვებით. და უნდა გამოსახოთ შიგნით X-ი, რამოდენიმე X-ი მარილით. ამით აი მზე უკვე გამოდის, ხო ხედავთ როგორ მოქმედებს ჩვენი ძლიერი მაგია. მზეო 9 თვალა. ქალო, საბავშვო ბაღში კი არა ვარ. ზო, გამო, აი ნახე. გამოვიდა მზე, ნახე ჩემი ჭირდილიც არის.
დავე წრეზე ვიხტუნავთ ახლა მოდი. მოდი ხელი მომკიდე. ამობრწყინდება. შედეგი შეხედეთ. და ის აქ არის. ჩვენთან არის აქ არის. ზეო. გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ დღეს ძალიან კარგი ამინდი, და ყველანაირი დაძაბულობა მე მგონი რომ მოიხსნა, იმიტომ რომ ზე გამოვიდა და ყველას ძალიან გვიხარია. ტავანდა გაგიფრინე. არ ვფიქრობ, რომ აქტუალურობა დავკარგე ნასხაიძესთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ. მე მგონი მან დაკარგა აქტუალურობა. მე მინდა რომ სხვებას წარმოაჩინონ თავი, იმიტომ რომ პირველი კვირა იყო მარტო შეიძლება ითქვას კესო, რაც ცოტა დამხმელი იყო. ეხლა მინდა რომ ცოტა სხვებმაც იაქტიურონ და მეც გავაქტიურდები. ვაპირებ გააქტიურებას და როგორ დავბრუნდები, ამას თქვენ ნახავთ მალე. ყველას უსურვებ წარმატებას თავის გააქტიურებაში, რეიტინგის ქულების დაწერაში და საერთოდ რომ საინტერესო მოთამაშეები იყვნენ. მე ჩემ ყველა ყოფილ ურთიერთობაში ყველა ქალს უსურვებ რომ იყოს აქტიური, წარმატებული და მიზანდასახული და ფინალში იდგეს. დილამშვიდობისა. მოკლედ დღეს ვარ გასასვლელი. ჩემი დროც მოვიდა, რომ და გავიდე. მივიდივარ ღამის პრაიმ თაიმში, საკმაოდ საინტერესო თემაა. და ახლა უნდა ჩავალაგო ჩანთა, ჩავიდე ქვემოთ, ცოტა ყავათავლია, გამოვფრიზლდე. ავედი მე მოკლედ წარმატებები მისურვებ წირდება. სამივიდი ხარ. ღამის პრაიმ თაიმში. რა კარგად გამოიყურებ. გაკაცეთ. წარმატებები. მადლობა. მოვედით უკვე გამოვაღწია იქიდან რაც თავარია და გარესამყაროსთან კონტაქტი ძალიან მომიხდა. ახლა უნდა გავიკეთოთ მაკიაჟი, თმა და მომემზადოთ გამოცდილება. სასიამოვნოა, საღამო. მადლობა ილია. ჩვენ კიდე წავედით ახლა სტუდიაში. ჩაწერის დრო. მოვედით უკვე. ცოტა ხანში დაიწყება ჩაწერა. ძალიან საინტერესო თემაა და მე ვეცდები რომ სრულყოფილად დავაფიქსიროთ ჩემი აზრი. სისრულე და სიუშნობე არ არის სინონიმი და აქ არის ძალიან მნიშვნელობა არ აქვს რამდენი კილოგრამია ჩვენი წონა. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოვიყურებით. თავარი ის არის როგორ მოგწონს ჩვენი საკუთარი თავი. მე ერთიანად ვეცი უკვე სხვა გზა რო არ მქონდა, ბოლომდე ვიზრუნე გარეგნობაზე და მივედი იმ შედეგამდე, რომ აი შემოვაბრუნე ჩემსკენ ყველაფერი, ვიყენებ ფოტოსესიებში, კლიპებში. ეს ბულინგს კარგი შედეგი რაღაც არ მგონია, როდესაც მე მოხონდეს. ხო, მე ვერ დაგეთახმე, იმიტომ რომ ანუ იმის სახში. ფოტოები გადამაღებინეთ თქვენთან ერთად. ტელეფონი არა აქვს თან და გადავიღოთ ერთად ფოტოები. ხო. ეხა ეს რას ჩალიჩობს? იცი იგი რო გადამ მომეცი. ანუ ეხა ეს რას ჩალიჩობს? იღე ნასღაიძე რო გადავიქოს. გადაცემა დასრულდა. თუ რა ვთქვი, მაგას უკვე გადაცემიდან გაიგებთ, ამიტომ არ გამოტოვოთ. უყურეთ, წავედი. ეხა სახლში უნდა დაბრუნდე, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ფუ. ეს ორი თითი და ეს. ან ეს ორი თითი და ეს.
შემოვიდა ჩვენი სოციმედიის წარმომადგენელი და დავიწყეთ ესეთი ჩელენჯი, რომ სამ-სამებად დავიყავით ჯგუფებად, უნდა გადაგვიღოთ transition ვიდეო. დავალების აზრი იყო იმაში, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით სახლის ფორმაში, შესაძლებელია სხვა ფორმაში, უბრალოდ გარდასახვა უნდა მომხდარიყო ერთი რაღაცა მოძრაობით. მაზანა, თქვენ სამი იქნებით? არ მინდა, მე წინააღმდეგი ვარ. არ მინდა. ამ ვინ კატეგორიასთან, ვინც ჩემ წინააღმდეგ რაღაცებს გეგმავენ, იმასთან არ მინდა თამაში. სხვა მონაწილე ჩამისვით მესამე. ჩემ გუნდში იყო ანი, თეონა, კეთი. წითელი ესეთი პენუარივით რაღაც სექსუალური კაბა. კაი, მე ყვითელი ვიქნები მაშინ. ძალიან, აი ესე რა, ჯეიმს ბონდო ჩავიცმო. ჩარლი და მისი ანგელზე. ჩვენ ქართულად გავაკეთეთ. გიორგი და მისი ანგელზე. 1 2 3 When marimba rhythms start to play, dance with me, make me sway. მე მყავდათ გუნდში ტატო და თეონა. ძალიან კრეატიული ადამიანები არიან და ერთობლივად რაღაცა აი თეონას ილეთები ვთქვათ და ტატოს რაღაც ყველაფერი შევრწყით და საკმაოდ კარგი გამოვიდა ჩვენი ვიდეო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებთ. ის თითელი კაბა ხო გაქვს? კი. გამოცვალე ის ჩაისო წინ დადგები და ხო კი მე ხო ჯერ ეს უნდა დავიწყოთ. ესე ხო და მე გადავიწყოთ წამო. გადავიღოთ. მზად ვარ, ჩავრთავო? კი. 1 2 და 3. I just flip the switch. გუნდში ვიყავით მე, ლაშა და როიალი. ჩვენი იდეა ის იყო, რომ იდეა არ ქონდა ამ ყველაფერს. აი ეს ვივართ, ყველა და ყველა ერთ მომენტში რაღაცაში ვიტყვით. ჰელიკოპტერი. დღევანდელი ჩელენჯი ვთვლი რომ ძალიან მაგარი იყო, იქიდან გამომდინარე იყო ძალიან სახალისო. დღეს აშკარად დაფიქსირდა რომ ყველა ძალიან სერიოზულად იყო ჩართული ამ ჩელენჯში, რაც დღეს გვქონდა. უფრო მოტივირებულები ვიყავით ვიდრე ადრე. ჰეი, ალბათ გაგიკვირდეთ ხო? ამ დროს რო აქ მინახეთ. მე იმიტომ გავიღვიძე ესე ადრე რომ მივიდივარ ექიმთან. თქვენ ნახავთ რატო და რის გამო. და ეხა უნდა გზად გავიკეთო ყავა და წავედი. მისურვეთ წარმატებები მჭირდება. და აბა წავტოვებთ სახლს მეგობრებო. დედამოუაჯო რა კაია თელავი მიყვარს. ჩამოვედი თელავში მეგობრებო, ვიждები კახეთზე და ჩამოვედი მამიდაჩემთან რომ გავიკეთო ანალიზები, რომელიც მჭირდება, იმიტომ რომ გავიგო როგორ ვარ. ბაური წელს უკან გავიკეთე თავზე ოპერაცია, ყურის ღრუში მქონდა სიმსივნური წანაზარდი. და ყოველ რუქსეში ერთხელ ვიკეთებ გადამოწმებას, რომ რამე არ გაგვეყაროს, ან რამე არ გაიქცეს, ან რამე არ გამოიქცეს, აქედან გამომდინარე, დღეს არის ის დღე, როცა მიწევს მე გადამოწმება და ეხა უნდა ვნახოთ რა ხდება, როგორ მიმდინარეობს ჩემი ამბავი და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება იმედია. მოვედით რადიოლოგიის ოთახში. ეს პროცედურა ცოტა არასასიამოვნოა, მაგრამ რას ვიზავთ? და აი სულ რაღაცა დარჩა და მამი როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? მოვედი რომ გავიკეთოთ ის გეგმიური რამე პრობლემა გვაქვს ისევ ჩივილები? ხო რაღაცა ის ყურიდან ისე რაღაცა. ყურიდან და კისტა. ისე თავით მტკივდება ხოლმე ამ ხამან კისტა და მთავარია ზომები არ იყოს შეცვლილი ხა მაგის.
თავარია რომ ზომები, ხო, აქ მნიშვნელოვანია რომ კისტაა და ეს არაფერი საშია. ხო, ამ ეტაპისთვის უბრალოდ თუ მისი ზრდა მოხდება, თავისთავად ცხადია იქნება და პრობლემა იყო აქ იმაში. ყურის, კი. ამ ეტაპზე და ზოგადად გადავჭით საბოლოოდ. თუმცა ეს კისტოზური წარმონაქმნი, რა თქმა უნდა, მისი ზრდა არ არის სასურველი და პერიოდულად ხდება მისი კონტროლი. გადავჭი მამი. მე მგონი, ხო, სიტუაცია ნორმალურია. მეგობრებო, ყველაფერი ძალიან კარგად არის, გადავრჩი და ვაი, თქვენ საწყლებო, ეხლა მოვდივარ გადარჩენილი და ჯანმრთელი სახლში ბრუნდები. ვაი. უბედნიერესი ვარ ისინი რომ ჩემთან ერთად არ არის. აი უბედნიერესი ვარ, მინდა რომ აქ დავრჩე და იქ აღარ დავბრუნდე, მაგრამ დაბრუნდები. შენ რა სიტყვი? რაო, უყურებ Prime House. არა, არც მე, ვინ მაყურებინეთ? ზღაიძეს ვხედავ პროექტს გარეთ. თეოს და ავთოს ვხედავ ერთად. აი. ой, დაბრუნდა, ой. ძალიან ცოტა ხანს გრძელდება ბედნიერება. თქვენთან მოვდივარ. გამარჯობა. აბა როგორ ხარ? როგორ ხარ? ძლივ. ხალხი, ადამიანები, ძლივ პროექტი ადამიანები. ცივილიზაცია, ეგრე გადავხედო, დავთანდილი როგორ წამოწოლილა. გამარჯობა კესო. კარგი. მოდი დაულაგდეთ ნელ-ნელა დავიწყოთ. მოკლედ დღევანდელ ჩელენჯს მე დავარქვი სახალისო კალათბურთი. შემოიტანენ ფარს, გვიმაგრდება კი არა და გიმაგრდებათ თავზე და ვყრით ბურთებს. რა თქმა უნდა, ვინც უფრო მეტ ბურთს ჩაყრის, ის იქნება გამარჯვებული და პრიზიც მას გადაეცემა. მოდი როიალი იყოს. როიალი არის მონტომებული და ასევე მოდი. ორი არა. მეგობრებო, წესები ძალიან მარტივია, უნდა დაიხაროთ, გაიმართოთ და ჩააგდოთ ბურთი. თითო ბურთი, თან ისროლოთ, არ უნდა ჩატენოთ, მოგეცემათ 1 წუთი წყვილს, ასე რომ ვთქვათ, და რა თქმა უნდა, ვინც მეტ ბურთს დააგროვებს, ის იქნება გამარჯვებული. მე დავინიშნავ დროს ახლა და შეგიძლიათ. მოკლედ, პირველი მონაწილეები არიან როიალი და ქეთი. წამზომი ჩართულია და დავიწყეთ. 3, 2, 1. წამზომი ჩართულია, დაიწყეთ. ჯერ გაიმართეთ, მერე აი. აგდე, აი ეს მშვიდად კარგია როია. აი როია დააკელი. აი ეს ორი ჩამ. ეს კარგი იყო, ესეც კარგია, ვარო. შვიდი, როია საღოში. Aishi. როიალმა ჩააგდო 1, 2, 3, 4, 5, 8 ბურთი ჩააგდო როიალმა. 6. როიალი არის გამარჯვებული. ამ წყვილში როიალმა გაიმარჯვა. შემდეგი წყვილი ლიზა და ავთო. უგუხებად ვიბროთ. მოემზადეთ. 3, 2, 1. წავიდა. ეს აია. ავთო 2 ბურთი გაქვს, 3 ბურთი. ლიზა ჯერე. ხარ არის. ლიზა, მიდი. ოჩახ 2 ბურთი. 3, 2, 1. სტოპ. ოჩახ.
16 ბურთი ჩააგდო ავთომ და ლიზამ ჩააგდო 6 ბურთი. ლიზი და მოკლედ გამარჯვებულია ავთო. შემდეგი ესე მოყვებოდა შენ უწყვეტ ვინ არის? ეგრე მოხევითო და იმიტომ მე ავწყვეტ. შენ უწყვეტ, შენ ხლა არ უნდა მოიღო. შენ ჩუმად უნდა იყო. გიორგი. რას ნიშნავს ხო არ უნდა მოიღოთ? და ნორმალურად ვილაპარაკე. ვიღაცა მეკითხა რომ შემდეგი ვინ არისო და მე ვთქვი რომ გიორგი და ანი იქნებიან თქვა. შენ გაჩუნდიო, შენ ვინ გეკითხებო თუ რაღაცა, ანუ ხო, ანუ წამყვანები წყვეტენ, მე მგონი, მონაწილე არ ეგრე თქვენ საქმის გასარჩევად არ მოსულათ. ხო, მე მგონი ძალიან სწორია, ხო? მოიღო, შენ არ წყვეთ, მე მგონი წამყვანები წყვეტენ, ხო? თქვენ არ წყვეთ? შენ გაჩუნდი, შენ ხმას ნუიღებო და შენ ხმა არ უნდა მოიღო და ერთი წამი, ანუ რას ნიშნავს ხმა არ უნდა მოვიღო, ეს უკვე შეურაცხყოფაა და ანუ ტონსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. Let's go. დავიწყოთ? რა არის? 1 2 3 დაიწყეთ. საწყალი. არ მისვრა. მე ჩავალ. 4 3 2 1 მარჩით და ამედედა ანი რა ხდება სოლები არ ქონა უნელა are ჩოჩა ანი ტიპა ნელა აი ეგრე კაი ესო პირველი ფუტი გააჩა კესო ეგრე არა კესო წესებს არ უნდა ააგდო და თითო ბურთი უნდა იყოს დააბრუნე ბურთები სტოპ შევაჩერეთ თამაში კესო გავარდა წესების ძალიან ცუდი გარღვევისთვის გამარჯვებულია ბიჭო ვისამე და შემდეგი წყვილი არის ჩვენი ორი თეონა. კი ბატონო. 1 2 3 Go! დაიწყეთ. ცოტა დაგვჭა მეგობრებო. მიდი, აგრე. 5 ბრავო! 3 ბრავო! 1 სტოპ. აი ესე გარდა. რა დავთვალოთ? ეგ არის. არა, აქედან დაგვრო, ორი აქედან დაგვრო. 1 წამი. ო, არის აქედან დაგვრო ორი. 15 ბურთი აქვს თეონას. მეორე რამდენი იყო? 8. ეხლა ლაშასთან მოქვს საქმე. მოდი ჩვენთან. რაღაცას ვიტყვი რა და ხო, წეღან ამბობდი და მიჩვენია რომ ხო. აქ 24 საათის განმავლობაში ვცხოვრობთ. როგორც რეალურ ცხოვრებაში. ხო, მაგრამ ეს ხო გათავისებული ქონდა თავიდან, როცა შემოდიოდი პროექტში. მე აქ შემოვედი ჩემი რეალური თავის დასანახად და რაც გარეთ ვარ, ის შიგნით ვარ. მესმის. ანუ გარეთაც ხან რაღაცის ხასიათზე ვარ, ხან არ ვარ. გალადბურთის თამაში, ფეხბურთის თამაში, ნუ როგორც არის რა. გათენ ეგეთი. მაგრამ როდესაც შემოდიოდი პროექტში, იცოდი რომ რაღაცების ვალდებულება გექნება. ანუ არც ვინმეს დასანახად, არც თამაში მინდა, არც ცეკვა მინდა და არც სიმღერა რა. თუ რავი ესეთი ვარ, თუ გაწყობთ, კი ბატონო, მხიარულიც ვარ, ანუ იციან მეგობრები მაქვს, ხუმრობაც მიყვარს, მაგრამ ხანდახან რაღაცების ხასიათზე არ ვარ. მადლობა ყურადღებისთვის. მაშინ დაგიწესდება სანქცია და დაისჯება იმის გამო რომ თუ ეგრე ფიქრობთ, წესებს არ ეკონდა. თუ ფიქრობთ რომ ვიღაცა რეალურად რაც არის სანქცია უნდა დაუწესოთ. განსხვავებულია, მაგრამ ეს არის იცი რა არის, ეს არის თამაში და ჩვენ წესები გვაქვს. თავის წესები აქვს თამაში. ძალიან დიდი მადლობა დანარჩენებს იმისთვის რომ ითამაშეთ, ჩვენც გავერთეთ თქვენთან ერთად. სასიამოვნო იყო. მოიგო. ანი იცი. გადაცემის ჩაწერის შემდეგ, როცა დაუბრუნდი სახლში, შემეგება ნაზღაიძან. გამოეკანე სიყვარული და მონატრებით მეც მორბი ვარ. სადა ხარ საცალ?
მოდი. წეგან გავიგე. კოლო რამდენი ყოფილი ხარ? ხო, წეგან გავიგე რა თქვი, უიმე რომ გამომხედა. ისე იყო რომ მომეშორებინა კონკურენტები რომ მარტო მე ყოფილიყავ და ჩაგხუტებოდი. ოთახში შევედი თუ არა. პირველივე დიალოგი იყო ისევ და ისევ ლაიქის და დისლაიქის თემა. ანუ ის ხوارი რომ ერთმანეთისთვის ზოგ-ზოგი ერთები არა ვიღაცები არ ხართ რომ რაღაც ანუ ნახე შეიძლება ვიღაცებში რაღაცები არ მომწონდეს. გიორგიც ერთ-ერთი მათგანია და შეიძლება რაღაცა არ მომწონს. შეიძლება მწვავეა ეს ყველაფერი, მაგრამ ვიღაცის ნაკლებად იქნება, ვიღაცის მეტად. მე ნახე არ მაწუხებს. მაგრამ თუ ისე არის საქმე რომ ყველას დისკომფორტი აქვს, ვერ ვცხოვრობთ ერთად, დაზაბულები ვართ და რაღაცა მე თქვენს გვერდით ვარ. მოვედი სახლში, ამოვდი ოთახში და რა მხვდება? ანუ აი შეკრეს პირი. რაღაც მიზეზებს იგონებენ, მაგრამ მიზეზი ერთი თლიანი მიზეზი არის ის, რომ გონია რომ ძლიერი მოთამაშე ვარ და უნდათ რომ მარტივად მომიშორონ და შემდგომ ერთმანეთში რაღაცა ჭიდაობა გააგრძელონ. რამდენიმე ადამიანმა გამოთქვეს ესეთი სურვილი, რომ გიორგი აუცილებლად უნდა გავარდეს პროექტიდან, იმიტომ რომ ბევრ ისეთ უმსგავსო საქციელებს ჩადის თუნდაც კონკურსანტების მიმართ, რომ არ არის მისაღები ესეთ პირობებში ცხოვრება. კაროჩე, აი ჩვენ სამნი, ავტო, კესო, თეონა. კიდევ ვიღაცები ყავს ხო ვიცი? ლიზა ვიტომ? ერთამს. ლიზასიც ვერ გავიგე. ვინ ვიცი ზუსტად? ზუსტად ვინც ვიცით ეგენი ვთქვათ. პატრიკი. რა თუნდოდა ბიჭო იგეთი დაწყება მაგის ხო და ეხლა ვანახეთ დამტავრებას. ჩვენ ავიღეთ ხელში. ხო, საერთოდ დავწყვიტეთ კაცურად მოვიქცეთ. მე და მაზანა. არ უთვლი რომ ეს არის რაღაცა შეთქმულება, ანუ ყველა თავისებურად თავის აზრს გამოხატავს და ყველა საკუთარი რაღაცა ის აქვს მიზეზი იმისთვის, რომ დაასახელოს გიორგი. ადამიანმა მე მითხრა, რომ ანუ შეიძლება გულში არ უნდა ჩავიდე, მაგრამ ტიპა მითხრა, რომ ჩემთან ერთად აუთსაიდერებში იქნებიო. მე თუ წავალო, სუსტს გავეყოლებ. ადამიანს, რომელსაც გონია, რომ ეს სუსტი ვარ, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული რაღაც ემოციები გამეჩნია, ჩემთვის მიუღებელია. მე მაგიტო ვაძლევ გიორგის ხმას და არა იმიტომ რომ რაღაცა კოალიციაში. პირდაპირ გეტყვით, რასაც დასთეს, იმას მოინგეს. ჩვენ შევიკრიპეთ და როგორც კაცებმა გადავწყვიტეთ, რომ შევიდეთ აუთსაიდერობაში. ვინები შედიხარ? მე და მაზანა. რომ მოვაშოროთ მესამე ნაზრეზე. ამიტომ გჭირდება რომ შენ ზუსტად ჩვენ გათვლას მიყვე და მისახმა მინუსი გიორგის. ხო, მაგას ვაპირებ. მის წინააღმდეგ შექმნილი კოალიცია საკუთარ თავს დააბრალოს. ეს არავის ბრალია რა ნაზღაიძის გარდა. უბრალოდ არავის აღარ უნდა მისი დანახვა. მე არ მგონია რომ მანძღაიძე ამას მოუგოს ხალხში. ეს ნაზღაიძე რო იდგნენ ჟიურისთან და ჟიური ნაზღაიძე დატოვა როიალში გაუშვას. აქ დაიწყება დედის წიოგი. ხო და ანუ მე ძალიან ცუდად ვიქნა. ჩემი სურვილი რომ იყოს გიორგი ნაზღაიძე აუთსაიდერებში ეს არის გარდაუვალი და ნათელი და ბევრს უნდა. არ ვიცი რა იქნება საბოლოოდ. რადგან გიორგი რაღაცას ფრაზებით იმუქრება. ეს გელოდებათ დაუვიწყარი ლაივი. ესეთი რამ არც ერთ შოუში არასოდეს არ გინახავთ, რაც მოხდება დღეს. უბრალოდ მოლოდინში ვარ. როგორი დამძიმებულები არიან მონაწილეები დღეს ვთქვი რომ სასწაული რა მელოდება ღნერის სუნი დგა ბუდიშ შენთან ყარს. და როიძახის მე როცა წავიყოლებ ძლიერს, რანაირად უნდა წაიყოლო ძლიერს რომ წაიყოლოს. და ძლიერს წავიყოლებ, ხო? ეგრე ბაზრობს, მაგრამ ეგრე არის ხო ვიცი ხა. აქ მგონი 12 მონაწილეა უბრალოდ ერთობა ნამდვილად, ცდილობს რომ დავი დაანახოს ხალხს და ერთი მონაწილე ცდილობს რომ სხვები გაჩიროს და სხვები წაიყოლოს ქვემოთ, იმიტომ რომ თვითონ ვერ გაჩავს. ამიტომ მე არ ვთვლი რომ გიორგი ნაზღაიძე უნდა იყოს აუთსაიდერი, მე ვთვლი რომ გიორგი ნაზღაიძე უნდა დატოვოს პროექტი. მაგრამ არ მინდა ცუდად დამთავრდეს რა. გიუნა
მე მგონი გიორგის რაღაცეები ემუქრება. ჩემი მეორე კვირის რაღაც დამტკიცებები ალბათ ანი ყიფშიზე წავა, იმიტომ რომ არ მომწონს გიოსთან მაგის ურთიერთობა. რაღაც ეგ და ანა დადიან იქით-აქეთ. ჩვენ განაბრმები ვართ. მეწყი. ანა ძალიან საყვარელი გოგონა არის და რაც არ უნდა ქნას ანიმ ჩვენ კარგად ვიაზრებთ და მაყურებელის აზრზე მოსული არის და ხვდება რომ შენ მანიპულირებ და ატყუებ. ანუ არ მოქვს შტაბეჭლებას არ ვტოვებ, ვერავინ ვერ იქნება ჩემს რაღაცებს ვერ გადამოწყვეტინებს, ვერანაირად. ანუ მე მოქვს ჩემი აზრი და გიორგის ჩემი არც მოწონება და არც არ მოწონება არაფერს არ წაწევს წინ. უბრალოდ ანი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა სხვებთან შედარებით და ამას ვერ ინერ, იმიტომ რომ ყველამ ერთად უნდა გადაეწყვიტა და უნდა ერთად ყოფილიყვნენ ჩემ წინააღმდეგ და ანიმ ამ თამაში არ მიიღო მონაწილეობა. ეს ადამიანები გიორგის წინააღმდეგ რო შეიკრიბნენ და ნებისმიერის წინააღმდეგ რო შეიკრიბონ, მე ეს მომწონს ეს აზრი. იმიტომ მომწონს ეს ყველაფერი, რომ უფრო მიადვილდება ფინალამდე მისვლა. საერთოდ ხალხი ერთმანეთს რო ჭამს, მე ამ დროს ენერგია მემატება. ეს არის და ეს. სად არიან თეო და დავთო? ხავდორ იქცე. დღეს პრაიმ ჰაუსში იგრძნობა გუნდურობა. გავერთიანდით ბოროტების აგრესიის წინააღმდეგ. ხო, კესო იძახის მე მინდა ორი ვიყო. ჩაბონდოდა და პატრიკს კითხოთო. რა? ესე უმთქო მე მინდა მაზანას ნაცვლად დავდგე აუცილებლად. ვისაც უნდა ვის ნაცვლად? მე გეუბნებით რომ let's go. მე ვარ პასუხისმგებლობას ვერავიზე ვერაფერებ რომ ვის რო გავარდეს მე რა ვქნა. ბიჭო თვითონ უნდა. მოკლედ პატრიკ ჩემ თავს ნახე უყურე მე არაფერში ეხა ზუსტად ეგ მითხრა თეო და მე არაფერში უაში არა ვარ მე რანაირად ავიღო ვიმაზე პასუხისმგებლობა. მე გავალ ხოლმე. ხო და იქ შენ და ბლაშა შეთანხმდი. ჩემ კანდიდატურას ვაყენებ იმიტომ რომ არ მეშინია გიორგისთან ერთად აუთსაიდერებში დგომა. მე არ მაინტერესებს ამას ვისთან ბრძოლა უნდა. მე მინდა რომ მე მაინტერესებს. არა, მე არ ვიცი, ეგ არის თქვენი გადასაწყვეტი. მე ვირჩევ მანზარეს. მე აქ რისკები არ მინდა და ეს ეხლა რო დატოვოთ პროექტი იმასთან მომიწიოს კიდე ერთი კვირა. არანაირი შემთხვევაში. ბოლო წამს კესო მოვიდა ჩემთან და ცოტა შეშინებული, მაგრამ მაინც თქვა ეს რომ მე მინდა ვიყო ლაშას მეგივრად. იმისთვის რომ მე მოვუგო და მე მოვაშორო აი ეგ ამ პროექტიდან და ჩემ ცხოვრებიდან. კესოს ახლა მესმის რომ ეს დამტკიცება უნდა ბრძოლა უნდა, მაგრამ მაქვს ჩემი პრინციპები რა. ვფიქრობ რომ ამას უნდა დაუთმო ამ შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ დასაწყისებელი აქვს ამას. დაბლა გადავწყვიტოთ რა და როგორ. დაიწყება ხმის მიცემის პროცესი. დადგა დრო ომი იწყება. ხო, ეგა. ხო რა, ანუ ესე უნდათ. ეს თქო მაიფიქრა რა უნდათ. თუ შეიძლება შეიძლება ყველას ყველაფერი გახსოვს. ეზოში. გესალმებით. დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, მოწონება და არ მოწონება. საღამოშიტობის. სალომე. მოდი კაი ამბით დავიწყოთ. ჩემგან პირველი ლაიქი, ну, რადგან აუთსაიდერთან ერთად ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შემდეგი კვირის ბოსი დასახელდეს, ჩემი აზრით და ალბათ დავეთანხმებით, რომ ამ საკითხში ყველაზე კარგი ვარიანტი არის ლიზა. სალომეს მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და თვითონაც ეს მუხტი მოდის სალომესგან. რაც შეეხება დისლაიქს, არ მოწონს.
ერთ კომენტარს გავაკეთებ მარტო, რომ ესე უნდა. მოკლედ სამართლიანობა უნდა დამყარდეს რა. გენდობით და ეს დისლაიკი. კესო. ლიზას მაღლა. შეიძლება გულწრფელად არ მოვწონდე, ანუ ამას ვგრძნობ სალომეს მხრიდან. მოგესალმებით მეგობრებო. ლაიქით დავიწყებ, მეც კარგი ამბით, ანუ მოწონებით. წინა გადაცემაში ტატოს დავუწერე დისლაიქიდან 2 და მე მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ ტატოსთან იგრძნობა პროგრესი, რაც მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად აღსანიშნავი და წასახარისებელი იმ სხვა ადამიანებისთვისაც, ვისაც ჭირდება ეს ესე რომ ვთქვათ, უხეშად გამოსწორება და დისლაიქს რაც შეეხება, ბევრი ვიფიქრე, ვისთვის დამეწერა. არა, იდეაში ბევრი არ მიფიქრია. მარტივი გახდა რაღაცა მომენტების მერე ჩემთვის გადაწყვეტილება და ყველამ კარგად იცით რატოც დისლაიქს უწერ გიორგის. გამოდის პატრიკი, რომელიც ცხოვრებაში, რეალურ ცხოვრებაში არის ჩემი მეგობარი. სამწუხაროდ გამოდის, რომ იყო ჩემი მეგობარი და მასახელებს მე. ძალიან სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ მეგობრისგან ნამდვილად არ ველოდი ამას. ჩემი მოწონება ადამიანს, რომელიც არის ჩემი საწოლის მეგობარი, ჩემი სიყვარული, ლიზი. და რაც შეეხება არ მოწონებას, ხო, მე მგონი ყველაფერი ნათელია და არ სჭირდება ამას ბევრი ახსნები. გიორგის. გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ეს უაზრო დამცირება, ცინიზმი, ბოროტება, უსამართლობა. კესო. ჩემი ლაიქი ადამიანს, რომელიც ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად მომწონს. ვაუ. ჩემი დისლაიკი კომენტარის გარშე. მე ვთვლი დღეს ანის გარდა ყველაზე მართალი იყო კესო. ვთვლი რომ აი მისი ნაბიჯი სწორი, ღირსეული ნაბიჯი იყო, სხვებისგან განსხვავებით. ლიზა. და დავიწყებ ლაიქით. როიალს უწერ მოკლედ. და დისლაიქს რაც შეეხება არ მინდა გავაკეთო კომენტარი, იმიტომ რომ ჩემს სურვილებს კარგი. ერთი სიტყვით. კესო თამამად ლიზა, თამამად. მადლობა. აქ მხოლოდ ჩემ თავს ვერ გავითვალისწინებდი ისეთი რაღაცები მოხდა, ამიტომ ვარ 11 აჯანყებულ შორის. მერთო. ესო. მოდი რომ ვიყო ობიექტური და რომ არ ვიყო მიკერძოებული, მე ამ ლაიქს დავუწერ იმას, ვინც ამ კვირაში ყველაზე მეტად გამომხიარულა და ყველაზე მეტად თვლი რომ პოზიტიურს ხდი და აქ ყოფნას და ეს არის თეონა. ესო. რაც შეეხება დისლაიქს, მე დისლაიქს რაღაცა მიზეზების გამო დავუწერ კესოს. ტაშ. მადლობა. და როიალი. მე კი ვიქნები როგორც ყოველთვის. ძალიან პირდაპირი. ამ ლაიქით მინდა რომ ბოდიში მოვუხადო თეონას. იმიტომ რომ წინა კვირას მე მაგას მივეცი დიზლაიკი ჩემი პირადი ინტერესების და შეწუხების გამო. რაც შეეხება დიზლაიქს, სანამ დიზლაიქს მივცემ, ვისაც ვაძლევ, ვიტყვი რომ არსებობს ადამიანი, ვინც მინდა რომ დატოვოს პროექტი და არ იყოს აუტსაიდერი და ეგ არის გიორგი ნაზღაიძე. დიზლაიქს მე მაძლევ სხვა ადამიანს და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ორი ადამიანი ამ ორ ადამიანს გამოუვიდეს გიორგი ნაზღაიძეს გაგდება. მე ვფიქრობ, რომ ნაზღაიძესთვის კარგი იქნება პროექტის დატოვება, იმიტომ რომ მაგისთვის ძამნიშნულოვანი გაკვეთილი იქნება, რომ ისწავლის ძლიერი ხარ არა იმ შემთხვევაში, როცა შეგიძლია ვიღაც დაჩაგრო. ძლიერი ხარ, როცა შეგიძლია ვიღაც აამაღლო. შემდეგი ტატო კეი. ჩემთვის არ არის ძალიან რთული დავწერო ლაიქი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩემი მხრიდან რაღაც
ბევრ სიმპათიას იმსახურებს თუ არის ისტორია ნათქვამი, ალბათ. ბევრს არ ვლაპარაკებ და ლიზი არის ეს, ლიზი. დისლაიქს დაუწერ ადამიანს და მეც ვიტყვი იმას, რომ ძალიან მეწყინა მოკლედ რომ დამიწერე 2 დისლაიქი წინა კვირას, ამიტომ პატრიქს მოგონი გამოვა. მადლობა გულწრფელობისთვის და ქეთი. ჩემ მოწონებას დაუწერ ადამიანს, რომელსაც მგონია, რომ უფრო შეუძლია, რომ აი ძალიან კარგი იყოს, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან კარგია. და მინდა, რომ ეს ლაიქი, მოწონება ბოდიში იყოს ესე რომ ვთქვათ, სტიმული, რომ უფრო კარგი გახდეს და თეოს. იუ! მეც გამიგა. არ მეგონა თუ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდი, როდესმე. მაგრამ ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ რაც მოხდა შაბათის ლაივში. არაერთი ინფორმაცია შემომივიდა გარედან, როდესაც ტელეფონებს გვაძლევენ, ადამიანი რომელთანაც დავიჭირე ურთიერთობა არაერთი ჩემი მეგობრის ურთიერთობებში იყო. ფასი შემილია ვთქვა, რა ფასად დადიოდა იმისთან და სახელი და გვარიც ეთერს გარდა. მე მგონი ცოტა უხერხულია. და კონკრეტულად აქ არ არის კონკრეტულად რომელიმე გოგოზე ლაპარაკი, აქ არის თუნდაც ჩემზე ლაპარაკი. ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ის კომენტარი, რაც გაჟღერდა, ეს არის გლობალური პრობლემა, იმიტომ რომ მე წარმოვიდგინე, რა შეიძლება ტელევიზორთან მჯდომმა დედაჩემმა განიცადოს რა, ეს რაღაც რო გაიგოს. და ჩემი არ მოწონება გიორგის. და ქეთიც მასახელებს მე. ოღონდ იქამდე სპიჩი ანუ წინა სიტყვაობა გააკეთა ქეთიმ, რომ თურმე წინა შაბათის ლაივზე, როდესაც მე და კესოს შორის იყო სიტყვერი რეპლიკები, თურმე ეს იყო მისთვის მიუღებელი და მის ოჯახზე გადავიდა და რაღაცა ძალიან დრამატულ სცენებში გადავიდა. მე ვთვლი, რომ ქეთი ძალიან უნიჭო მსახიობია, საშინელი მსახიობია. უბრალოდ ქეთიმ არ აღიარა ის, რომ ერთ-ერთი ჯუჯა არის იმ ფიფკის დაქვემდებარებაში. ჩემს პლუს უწერ ადამიანს, რომლის მიმართაც ისევ იგივეს ხედავ და გრძნობ და ძალიან მომწონს და ეს არის სალა. და მინუს რაც შეეხება, ანუ ყველაზე ნაკლები კომუნიკაცია მაქვს ამ ადამიანთან და ეს არის კესო. დოლი სტუდიაში. დოლი. გააჟღერე სიმღერა, ანჩი. ჩემს არ მოწონებას უწერ კესოს, იმიტომ რომ აქვს რაღაცნაირი გამოხტომები, რაღაცნაირი საქციელები. გამოხტომები. უბრალოდ რა. და ლაიქს უწერ ავთოს. იუჰუ, მაზანა. სტუდიაში. ჩემ ლაიქს უწერ ლიზას, როგორც წერია. ვის? ლიზის. ლიზი. ჩემს დისლაიქს უწერთ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, პატრიქს შებერე იცოდე მოუკე. წარმოდე. ვინ არის ის ლიდერი, რომელიც მართავს ამ 11 ადამიანს? ლიდერი ფიფკია და მისი 10 ჯუჯა. მე თუ ფიფკია ვარ, მაშინ გიორგი შენ იცი ვინ ხარ? ურსულა, ესეთი პერსონაჟი. ძალიან ცუდი ბოროტი ქალი არის. აი ეგ ხარ შენ. გიორგი სტუდიაში. Let's go! უფალი თქვენკები. ჩემი ლაიქი, ძალიან მარტივად გუშინდელი ამბებიდან გამომდინარე, ძალიან მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც თითქმის ყველა მონაწილემ ჩემ წინამდე შეკრა პირი, ერთადერთი ადამიანი, ვინც იყო ანი, ვინც დამიდგა უსიტყვოდ გვერდით და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, როდესაც თურმე გეგმა იყო, რომ განმარტოების უნდა ყოფილიყავი და რაც კეთროვანივით, ანის უწერ ღირსეულად ამას. ხარ რაც შეიძლება ანონს, რაც შენ არიყავი და დღისი დაავანონსე. რომ საღამოს სიურპრიზი აუდებოდა ყველა მონაწილეს და მაყურებელს. და გუშინდელმა დღემ ერთხელ და სამუდამოდ ამ პროექტის განმავლობაში ესე რომ ვთქვათ,
გადამაწყვეტინა, მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, ალბათ არც ერთ პროექტში მსგავსი რამ არ მოხდებოდა. იმიდან გამომდინარე, რომ კოალიციურად შეკრეს, მე მეგონა მაინც კაცურად მოიქცეოდა ლაშა, როგორც გუშინ თქვა, რომ მე დავდგებიო და უფრო გუნდურად მოიქცეოდა, მოგისმენს გაჩუმდით. პატრიკმაც თქვა, რომ მეც დავდგებიო და ჩვენ სამეული უნდა დგარიყავით, მაგრამ კაცური სიტყვა არ შესრულდა. სამწუხაროა ეს ამბავი და ეხლა ვტოვებ არჩევანს, მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს, გამოიტანოს განაჩენი მაყურებელმა და ჟიური, სამართლიანი და ჩემ თავს უწერ დისლაიქს. გიორგი ნაზღაიძემ თავის თავს დაუწერა დისლაიქი იმის გამო, რომ ვერ ვიტყვი რომ ეს ბოდიშის მოხდა ან დანაშაულის გრძნობა იყო, იმიტომ რომ აქამდე შეეძლო გამოევლინებინა. უბრალოდ ერთგვარი სარკაზმი იყო, როგორც ყოველთვის. გაგვეცინა. მომისმინეთ ყურადღება. თამაშის წესებით კატეგორიულად დაკრძალულია ხმის მიცემა, ნებისმიერი ხმის მიცემა საკუთარი თავისთვის. აცხადებს ხმა, რომ საკუთარ თავს არ შემიძლია დაუწერო არ მოწონება, რაზეც შინაგანი პროტესტი მქონდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზავდი, იმიტომ თამაშის წესები ასეთია. კარგი, დავბრუნდები, მაგრამ ჩემი პოზიცია არის ეს. ყველაზე ცუდი ადამიანი პროექტში ვინ არის? ეგეთი მნიშვნელოვანიც არის. ანუ არ შეიძლებაო საკუთარ თავზე ხო გითხრას უტო. ყველაზე ცუდი ადამიანი პროექტში ვინ არის? დაწყდა დიდი ხორხოცი მონაწილეებს შორის. ამაზე არანაირი რეაგირება არ მქონდა და დაუწერე არ მოწონება ლაშას. მადლობა მეგობარო. დამატებით როგორც ამ კვირის ბოს მაქვს კიდევ ერთი მოწონება და არ მოწონება. ჩემი მოწონება თეოს და დისლაიკი, ვერაფერს აღარ შევცვლით, ერთადერთი დაგვრჩენია რომ დაველოდოთ. სამართლიანობა მაინც იქნება, ასე რომ ფიფქია და 10 ჯუჯა არის გამარჯვებული. არანაირი ურსულა და შმურსულა. ხო, ანუ იმარჯვებს სიკეთე. და ჩელენჯი გამარჯვებული ავთო, რომელსაც ექნება ან მოწონება, ან არ მოწონება. ამას უკვე ხმა გადაწყვეტს. ავთოს აქვს არ მოწონების მიწების უბრალოდ. მე ვფიქრობ, რომ გიორგის ეკუთვნის ეს დისლაიკი. მინდა რომ მაყურებელმა გადაწყვიტოს ამ პროექტში ჩემ ყოფნას აქვს აზრი თუ არა. ღირს თუ არა ამ ჯუჯებთან ბრძოლა. ყავს 3 აუთსაიდერი, ატყიკი, კესო და გიორგი. მაგრამ ყავს შემდეგი კვირის ბოსი, ეს არის ლიზა. რომელსაც გადაეცემა პრიზი. და შემდეგი კვირის ბოსი გავხდი მე. სიტუაცია არის შემდეგი, აუთსაიდერები ვართ მე, კესო და გიორგი. უნდა გავარდეს ერთ-ერთი აქედან. მაყურებელმა ალბათ მეთანხმებით, რომ ყველაზე კარგად იცის ვინ უნდა გავარდეს. თქვენ უყურებთ 24 საათის განმავლობაში live ტრანსლაციას YouTube-ზე. თქვენ უკეთ იცით რომ ოთახში რა ხდება. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ იმ მომენტში იმ ოთახში და ვერ გავიგოთ. არ მჯერა რომ მართლა გამოგვივიდა, აი ხო გოშინოდა ეს გარისკვა და რაღაც აუთსაიდერობაში ის არის ხო, აი ხლა დღეს არა, აი პროსტა აი რო გამოგვივიდა. ყველაზე კაი არის ის რომ ყველა დავდექით ერთად და ყველამ გავიზიარეთ ერთმანეთის აზრი. ეს ძალიან გასაკვირი იქნება, იმიტომ რომ ეს არც ერთ პროექტში არ ყოფილა, ეს ერთის მიმართ. წარმოიდგინე რომ ორ კაცს სპეციალურად სვავ აუთსაიდერში, ორი ადამიანი დადგა იმის გამო აუთსაიდერად, რომ მესამე ადამიანი წასულიყო სახში, ანუ არ ვიცი. ხო. guys, that's cool bro. ჩვენი მასანა როგორი მამაკაცური გამოსვლებით იყო, კაცი რომელსაც უნდოდა ჩვენთვის თავი გაეწირა, მაგრამ
მაზანა ეს სომ შეცვალა. თავგანწირული. კაი, მოლოდინი მართლა როგორია, ანუ, აი რას ფიქრობ? მე მგონია რომ პატრიკი იქნება ის ადამიანი, ვინც გაიმარჯვებს მესიჯებში? მესიჯებში. ანუ ეწას რა მაინტერესებს, რომ თქვა გაიმარჯვა იმაში რა ქვია, მესიჯებში მე რა ხდება? ხო, მაგითომაც დგას პატრიკის რო არ გაიმარჯვას. პატრიკ შებერე ბოლომდე. გიორგი ისედაც არ მოსწონს ხალხს, მაგრამ იმდენჯერაც შევდივარ ლაივში, იმდენჯერ მიწერენ რომ გიორგი მოშორეთ. ერთ-ერთი ადამიანი გოგო მართლა ვინც იყო და ვიზაც ლაპარაკი იყო ანი, აი შენ რას თვლი და როგორ ფიქრობ მაგალითად? გიომ წინასწარ იცოდა თქვენი გადაწყვეტილება თუ ძალიან გაინტერესებთ. მე გიოსოდი. დედას ვიცა ვარ. თქვენ საჭმელათაც არ დამჯდარ ხართ გიორგისთან ერთად. რამდენჯერაც გავაკეთე ზაშმელი, იმდენჯერ დავპატიჟე. არა, მაგას ვერ იტყვით ვაფშე, არა. ერთხელ ტატომ უთხრა, ერთხელ ავთან დილმა უთხრა, მე ლიზამ უთხრა რომ რამე ხო არ გინდაო, რამე ხო არ გინდაო და არა მადლობაო და კიდე ეხლა რო გამოაღო მაცივრის კარი, იქ დატოვებულია კარტოფილიც და სოკოც. ტიპი არის ტაქტიკებით შემოსული. ერთხელ არ მინახავს გიორგი ნაზღეიძე ნამდვილი. ტიპი თამაშობს ეხლა და ხვალ ელოდეთ რომ თამაში იქნება, მე ვარ მართო სულა და ყველა ჩემს წინააღმდეგ და მაგას გაუშვებს ეკრანზე. მაგრამ თავარი რა არის, იცი? რატო ვართ ყველა გიორგი ნაზღაიძის წინააღმდეგ? თავარი კითხვა არის ეგ. და აი ამ კითხვას სადაც დაგვისვამენ, ჩვენ ყველგან პასუხს გავცემთ. არ უნდა აღვიქვათ ის რომ გიორგი ნაზღაიძესთან გვაქვს რამე პირადული პრობლემები. გიორგი ნაზღაიძესთან გვაქვს თამაში, აი ამ ანუ ესა ვიღაც უნდა გავარდნოთ და მოხდა ისე რომ 12 კაცს უნდა ერთი ადამიანის გაგდება. აუტსაიდერი არის ის, ვინც შენი აზრით არ უნდა მოიგოს ეგ პროექტი, ხო? მე შენ რომ მოიგოს, შენ რომ მოიგო, ვაფშე ყველა ვინც არის რომ მოიგოთ, გამიხარდება, იმიტომ რომ იმსახურებთ, კარგი ტიპები ხართ და ერთმანეთს ვეხმარებით აქ. და ერთადერთი ადამიანი რომელიც წირავს და ცდილობს რომ ბოროტება ცუდი გაუკეთოს და ცუდი სახე მისცეს კამერის წინ ხვებს, არის ეგ და არ მინდა რომ მოიგოს, მინდა რომ წავიდეს აქედან და ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას. საერთოდ აი ეს ლაპარაკი რომ მე ვარ ძლიერი მოტამაშე და ასე შემდეგ, არასდროს მიდგომა არის ჩემი აზრით. აქ იმაში კი არ შევდივართ საბრძოლო სიკვდილი და სიცოცხლე, ანუ შაბათ დღემდე ყველა ისე შევეცადოთ რომ როგორც აქამდე იყო, როგორც ჩვეულებრივად ყველა ერთმანეთთან ვიქნებით, ეხლა ვისაც პირადული პრობლემა აქვს და ვისაც პირადულად აქვს რაღაცა, იმას შეუძლია იყოს ისე როგორც იყო, მაგრამ ეხლა ჩვენი მხრიდან არ არის საჭირო რომ ვაჩვენოთ ის, რომ აუთსაიდერი ხარ და 12 კაცი და რაღაცა მიიღე. ეგეთი რაღაცა იქნება ბინძურის აქციელი ჩვენი მხრიდან. ანუ მე მაგალითად ეხა მაგ პირადი რაღაც უთანხმოება მომივიდა. ხო, დღესაც იყო, ან მართლა თავი დამცირებულად ვიგზენი და შეურაცხყოფილა და ესე არ შეიძლება ადამიანს არაფრის გამო რო არ იმსახურებს, ესეთი სიტყვები უთხრა, ესე არ შეიძლება. არავინ არც ერთი მონაწილე გიორგის შეურაცხყოფას არ აყენებს, ზედმეტს არაფერს არ ამბობს და თქვენ ვერავინ ვერ იტყვით, რომ გიორგის ვინმე შეურაცხყოფა მიაყენა, ან ცუდად რამე უთხრა, არა, ეს თქვენი კამათის დროს არ გეუბნები, ესე ზოგადად გეუბნები. იმის გარდა რომ პირიქით ჩვენ ვცდილობდით, რომ ეჭამა ის საჭმელის და რაღაცაც იმის მიუხედავად თვითონ დადის და თვითონ ლაპარაკობს ფიფხია და 7 ჯუჯაო და რაღაცეებს და მაგით გონია რომ შოუს აკეთებს ხვდები და ანუ ეს ძალიან მარტივად რა ვიღოთ გიორგი არის ერთადერთი ადამიანი რომელსაც ორ ადამიანთან აქვს სერიოზული კონფლიქტი ამ შოუში. სხვას არავის არ აქვს ესეთი კონფლიქტი არავისთან. კონფლიქტია, ხო? კონფლიქტში შეიძლება ნებისმიერი იყოს მართალი, მაგრამ სადაც შენ ტყუილ ჩორებს ავწევ პირდაპირ ეტერში ადამიანზე, მე ვხვდები რომ ჩემზე გადმოვა ეგ ადამიანი შემდეგში. შეიძლება ხვალ ტყუილია თუ რაღაცა რო ხბები ისეთ რაღაცას. ანუ არ შეიძლება ანუ არ შეიძლება არ უნდა ილაპარაკო რა პირდაპირ ეთერში გოგოზე მსგავსი რაღაცა არ უნდა თქო. ტიპი არავის არ მეგობრება აქ. მეგობრებისთვის არ შემოსვლა აქ. შემოვიდა საბრძოლოდ და ვიღაცა თუ არის მაგის მეგობარი, ეგ დროებითი არის და მაგ მეგობარზეც გადავა. ხო, ჩემი მაგალითი აიღეთ, მეგობრები ვიყავით და დღეს აუთსაიდერებში დაგვასახელეს მე, პატრიკი, კესო. აღმოჩნდა ისე რომ მე აღმოჩნდი საერთოდ მარტო, ჩემთვის არავის ჩემთან ერთად ჭამა არ უნდა როგორც ჩანს. და ისინი არიან ყველანი ერთად იქით კარგად ბედნიერად. შენ თუ გონი ვინმე დამიშლის ამას ძალიან სწრაფად ხო? არა. აი ცხვერთან მისტანე ცხვერი და ისე შეხედა თვალებში. ხო საყვარელი. ვინ არის საყვარელი? ესე და ფილმი ხათვალები და ერთ თვალს დაინახავ თუ აქ. ცხვერთან მისტანე. რითი ერთობი? 28 წლის გოგო ხარ და რითი ერთობი? გოგოც არ ხარ, ქალი ხარ. შენ და ეს ტოლები ხარ, ხო? რაღაცა მომწერეს. და დაიჯერე. ვის აინტერესებს მითქი ამის ასაკი, მაგრამ აუი.
მე მორჩია ადამიანი ყველაფერს. ეხლა თქვენ ესეთი კიდე გაიცინეს ახსოვსო მე არ შემიძლია გოგო რო ისე ის ვერ გოგო. დამიბრუნე ჩემი აბედოთი. არა. ბიჭო. შეგათავდი. გადაიგნორე ბიჭო. ისმე რა გინდა შენ? არაფერი. ჩემი პრინცესა. დამალები ჩავდი. მითხარი რა გინდა? არაფერი. რაღაც ლაპარაკო ვაფშე თუ არ დამიძღებ ავთოს მე გამიძახ. მითხარი რა გინდა? აი თქვი ხა ნუ ხარ რა ბავშვი ნუ ხარ. 28 წლის ხარ გავიგე. მართლა 28 ხარ 95-იანი ხარ რო? 8 წელი დიდი ხარ შენ 7 წელი დიდი ხარ. მითხარი რა გინდა ხა? ართო რომანტიკა. გაკოცვა შუბლზე და წავიდე. კიდევ შუბლზე ვაკოცვა. ფეხებზე კიდე თემა ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა რა სიზავ რა ეხლა ეგეთი ხარ ასაკს არ მეუნება პახოვდო ისო რა ქვია რაღაცა საკეთებს სიცილის დროს სამ შენ არ გეძინება რა უნდა ქნა ეხლა ნუ გეძინება სალო აშები ახურეთ ისე გამონებადი გაშევახუროთ ეს დაახმარდი. ვინმე ახლა შენ დაიგადაცემები ჩემზე თეოზე არ იქნება სულ მე ზოგან დაასრულე ან რაღაცა ეგრე არ შეიძლება გუგუცე. ოღონდ ცოტა შეიძლება. როგორ და ეფირტავები და თემები. და ეფირტავები თემები. და მე იძახი რომ გოგოებიო და თეო შენ ხო სხვა გოგოები არ გადაადებს. ხო, ცოტა არაფერი. მე რა არის სული რა არის მე მეუნებოდი და ვაფრთხილები და ყველა გოგოს ეგრე ვაფრთხილებ ხოლმე შეგიყვარდები და მე ჩემი ბრალი არ იქნება ეხლა თეოს რომ უყვარდები ნელ-ნელა თეოს ბრალია ჩემი კი აუ ძალიან ოი შეგიყვარდი საქმე არა გიყვარ არ ვაი წავედი რა მე არ გინდა რომ წავიდე რატო თეო რა გჭირს დაიგრუზე აი მე შენ თქვა დაგვექნი ახალი. გადი. გაკოცეთ. და. იდეით.